ადამიანები, რომლებიც მეტეხის ხიდზე შეიკრიბდნენ, ცოცხალ ჯაჭვში ჩაიბდნენ, ხელს ჩაჰკიდეს და ივანიშვილის რეჟიმს უთხრეს, რომ არაპირებენ დანებებას, არაპირებენ რუსულ რეჟიმთან შეგუებას და რაც მთავარია, არაპირებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას, ახლა მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსთან სწორედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგონონ რეჟიმს საკუთარი პროტესტის ხმა. სულ ცოტა ხნის წინ აქ შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ახლა კი სრულდება ევროკავშირის ჰიმნი, ახალგაზრდები წინა რიგებში დგანან. ეს არის ჯიპას სტუდენტები არიან, ამ ნიშნის ქვეშ ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს არის ბანერზე განთავსებული მთავარი გზა, და მე მოგასმენინებ მათ პოზიციას. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ 31 დღე პროტესტის და შედეგები უკვე გამოიყო ხალხის ხმა. ყოველ შემთხვევაში მკვეთრად გითხრა დასავლეთმა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას. რასაც ყოდით რეჟიმს, რომელიც სირაქლემას პოზიციაშია თითქოს და არ იმჩნევს ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მედგრად დგანან. თავი ტრაკიდან ამოიღონ. როგორ ფიქრობთ, მორჩება დასრულდება თუ არა ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით? რა თქმა უნდა, ჩვენ ძალა ერთობაშია და ჩვენ ერთად ვიდგებით. მადლობა. თავარი სიმბოლიკა არის ევროკავშირის საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დროს, რომ ამით არიან შეიარაღებულები ადამიანები. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. რა გაქვთ საქმელი რეჟიმისთვის, რომელიც თითქოს არ იმჩნევს ხალხს? მოგესალმებით, მადლობა პირველი შესაძლებლობისთვის. დღეს 28 დეკემბერს ზუსტად 1 თვის თავზე აქ ახლა დგომა არის პრივილეგია. 1 თვის განმავლობაში აქ ვდგავართ და ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს. მე დღეს წარმოვადგენ ჯიპას უნივერსიტეტს. მე დავამთავრე პოლიტიკის მეცნიერებები და იმიტომ არ დავიმთავრებია, რომ უდიპლომო პრეზიდენტი გყავდეს, უდიპლომო პრეზიდენტი გყავდეს ქვეყანას. მე გავიხსენებ ზურაბჯვანიას სიტყვებს, რომელიც მან თქვა, ზურაბჯვანი არის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. ზურაბჯვანიამ თქვა ძალიან კარგი სიტყვები, როდესაც საქართველოს ევროსაბჭოში მიიღეს, რომ ეს არის ჩემი თაობის პრივილეგია და დღეს ჩვენი თავარი პრივილეგია, ჩემი თაობის პრივილეგია არის, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ 2015 წელს. მადლობა. თქვენ თუ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ გავესაუბრები, ახლა ჩვენ შევჩერდით თავისუფლების მოედანზე, აქედან უკვე ასევე ორგანიზებულად დაიძვრება მარში პარლამენტის მიმართულებით. მოგესალმებით. დღევანდელი დღე, ასეთი პროტესტი, წარმოუდგენელი რაოდენობის ხალხი ქუჩაში. რა უთხრა რეჟიმს მოქალაქეებმა? რა უთხრეს და მთელ მსოფლიოს დავანახეთ ჩვენი ერთობა. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენ ვართ ქართველები და მას შესაძამე ვართ ევროპელები. უძველესი ცივილიზაციის, უნიკალური კულტურის მქონე, მართალია მცირე რიცხოვანი, მაგრამ უნიჭიერესი ქართველი ერი, რომელსაც გვინდა განვითარება, წინსვლა, პერსპექტივა, ევროპული მომავალი. სწორედ ის ევროპული მომავალი, რომელზედაც ოცნებობს ამ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული, თავისუფლებისათვის მებრძოლი პატრიოტი მიხეილ სააკაშვილი, ნოვატორი, რეფორმატორი, რომელიც ამჟამად არის პატიმარი. მოუწევს წასვლა რეჟიმს. აუცილებლად და უნდა ყველა პატიმარი, ყველა დასახიჩრებული ახალგაზრდა, რომელიც ებრძვის ამ რეჟიმს, უკლებრივ უნდა განთავისუფლდეს. მადლობა. ასეთი აქ შეკრებილი მოქალაქეების პოზიცია. მე ვთხოვ ოპერატორს კადრში გაჩვენოთ, რომ წარმოუდგენელი რაოდენობა მიემართება ახლა მხოლოდ მეტეხის ხიდზე შეკრებილი მოქალაქეების პარლამენტის შენობასთან. დღეს პროტესტმა წალეკა, მშვიდობიანმა პროტესტმა წალეკა დედაქალაქის ქუჩები და ხალხი ბრძოლით ეტაპობრივად ნაბიჯ ამარცხებს რეჟიმს.